გიორგი გახარია საჯარო სექტორთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაზე საუბრობს. პარტია საქართველოსთვის ლიდერის თქმით ქართული ოცნება ამ ნაბიჯით რეპრესირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს ქმნის. გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს მათ მიერ დადებულ ფიცს ახსენებს და საკუთარ მოსაზრებებზე ხმამაღლა საუბრისკენ მოუწოდებს. ოცნებამ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით არა მხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორის თვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა. რას ნიშნავს ეს? ფაქტობრივად გამოდის, რომ საშუალო რგოლი საჯარო სექტორის დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას და ერთ ადამიანს მინდა მიმართო საქართველოს საჯარო მოხელეებს. მეგობრებო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ასობით ათასი რიგითი საქართველოს მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტის საშუალებით იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, იცავს სამართლიანობას, იცავს უბრალოდ გამოხატვის თავისუფლების უფლებას. თქვენი დუმილი უკვე დააზიანებს თქვენს მომავალსა და თქვენს ინტერესებს.